პოლიტიკური შეფასებების თემა ქართული ოცნების მიერ პარლამენტში უკვე დარეგისტრირებული მედიასთან დაკავშირებული ორი საკანონმდებლო პაკეტი. მმართველი გუნდის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი ბრიტანული BBC სტანდარტის ანალოგი იქნება და მედია გარემოში დემოკრატიულ სტანდარტებს უზრუნველყოფს. აღნიშნულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ის, რაც ბრიტანეთში წარმატებით მუშაობს, საქართველოში მედია ცენზურას შეუწყობს ხელს. ბრიტანეთს მართავენ ინსტიტუციები, არის დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღე, არის სიმყარე და მაქსიმალური ტრანსპარენტულობა. საქართველოში ვხედავთ, რომ არის არასამართლიანი არათავისუფალი არჩევნები, მარეგულირებელი, რომელსაც ხელმძღვანელობს დასანქცირებული პირი, ამავდროულად ცემენ და სისხლის სამართლის საერთაშორისო შემადგენლობის დანაშაულის ნიშნებით მოქმედებენ მედიის წარმომადგენლების მიმართ. კრიტიკული აზრი არის მიუღებელი ქართული ოცნებისთვის. ვურჩევ, რომ პირველ რიგში აიღონ ბრიტანული სტანდარტები ის და იმ მიმართულებით, რომლებიც არის პირიქით მედიის გაუმჯობესებისკენ მიმართული და არა მედიის მიმართ რეპრესიების გატარებისკენ. ამ კანონის მიხედვით ჩვენ გავაკონტროლებთ რა უნდა თქვა თქვენ და რა უნდა თქვა ოღონდ ვითომ ჭყალებში ეს იქნება ბრიტანული სტანდარტი და უფრო შორს ვიდიან რომ რა უნდა გავრცელდეს აი მაგალითად სტიქიასთან დაკავშირებით. აი ბევრია არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ამ კანონის მიხედვით დავარეგულირებთ და ვერაფერს ვერ გავრცელებს. ეს სინამდვილეში არის მედიის მორიგი კონტროლის მცდელობა. ოცნების პირობებში მივიღებთ ვითარებას, როდესაც ერთის მხრივ მათი პროპაგანდა ამ კანონს გაყიდის როგორც რაღაც ობიექტურობისკენ გადადგმულ ნაბიჯს, მაგრამ სინამდვილეში ამ ქვეყანაში დარჩება ერთი ან ორი ტელევიზია და ვისი გადასაწყვეტი იქნება, რომელი ტელევიზია მაუწყებლობს სწორად და ვისი არა, მე მგონი ამასაც ყველა კარგად ხვდება. რა თქმა უნდა, ეს კანონი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ იმუშაოს ოცნების პროპაგანდამ შეუზღუდავად, რომ არ იყოს ალტერნატიული აზრი, ეს არის აქ მთავარი. და კიდევ მეორე, ბრიტანული და ამერიკული კანონები კარგია იმ ქვეყნებში და მუშაობს იმ ქვეყნებში, სადაც ზოგადად მუშაობს დემოკრატია. ბრიტანეთის მედია სივრცეს ვერავინ ვერ დააბრალებს მეკერძოებას ან რაიმე უზურპაციას ხელისუფლების მიერ მედია პოლიტიკის. გამორიცხულია. ზუსტად ესეთივე უნდა იყოს ჩვენთან, მაგრამ არ უნდა იყოს მექანიზმი ისეთი, მით უმეტეს ამ მძლავრი რესურსის გამოყენებით, რომელიც ქვეყანას აზიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ეს გარედან ასე სურს, რომ პატარა ქვეყანა მუდმივად турბულენტურ ზონაში იმყოფებოდეს და აქ მუდმივად დესტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობდეს. ამისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს არც ერთი რესურსი, მათ შორის მედია, მაგრამ რასაკვირველია კრიტიკული, თუნდაც არაობიექტური ხშირ შემთხვევაში, მაგრამ არ უნდა იყოს ეს გათვლილი კონკრეტულ ფინანსებზე, გარეშე ძალებზე და კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. ის რაც იყო დღემდე რეგულაციის სახით არ იცვლება არც ერთი პუნქტი. ოღონდ ეს ყველაფერი მოქცეული იყო თვითრეგულირებაში, რაც არ ხორციელდებოდა. შესაბამისად თვითრეგულირების არ განხორციელებამ შექმნა კვადრატშობილი ნორმები, იმიტომ რომ თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებდა. ბრიტანული მოდელიდან, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, იყო ძირითადი ნორმები გადმოტანილი, მოდიფიცირებით საქართველოს რეალობაზე მორგებული, რაც თქვენ უკვე ყველა ჟურნალისტს ნაღიარები ჰქონდათ და იყო უბრალოდ თვითრეგულირების სფეროში. ახლა ხდება ერთადერთი რამის შეცვლა, რომ თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში, აღსრულებაზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებს.